დუბლი 1, სცენა 1. ბავშვობაში ვიყავი ბალერინა. და 12 წელი გავატარე სცენაზე. მე მივიღე ძალიან ცუდი ტრავმა და ვერ გავაგრძელე ცეკვა. ბევრი წელი ვიყავი სცენის გარეშე. მე რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ჩემი და იყო მუსიკოსი, არის უფრო სწორად და მის პროდაქშენში აქტიურად ვიყავი ჩართული. ხან როგორც ხმის რეჟისორი, ანუ ესე მოყვარულის დონეზე რა თქმა უნდა არაფერი არ ვიცოდი, ნუ დავყვებოდი ყველა რეპეტიციაზე. და ნუ ძალიან ისეთი გულშემატკივარი ვიყავი მისი. რაც შეეხება DJ-ს, DJ გავხდე, აი ესე არასოდეს არ მიფიქრია. საერთოდ არასოდეს არ მიფიქრია. უბრალოდ ვიყავი ივენთ ორგანიზატორი, ძალიან ბევრ რაღაც ღონისძიებებს ვაწყობდი, ასეთ სხვადასხვა ადგილებში ვმუშაობდი და ერთ დღესაც უბრალოდ ერთმა ჩემმა ჟურნალის რედაქტორი არის ერთ ჩემი მეგობარი და თავის ჟურნალისთვის უნდა და გოგო არტისტი. ოღონდ ეს გოგო არტისტი არ უნდა ყოფილიყო რაღაცა ელექტრონული სცენის, რაღაც ტექნოს წარმომადგენელი და უნდა და რაღაცა გაფერადებული წვეულებისთვის უბრალოდ გოგო რომ მდგარი იყო, ცოტა ესეთი ფასადური ამბავი იყო და მოკლედ ვერავინ ვერ გავიხსენე რა თქმა უნდა მაშინ ეგეთი და უბრალოდ შევთავაზე რომ ვინმე ესეთი დააყენე თქო ვინც საერთოდ არ იცის თქო და არ არის საჭირო და იცოდეს თქო просто კაი გემოვნება ქონდეს თქო და რომ გაუშვას ეს ტრეკები თქო რა და ნუ ესე თვითონ მითხრა მე რომ იქნება მაგრამ შენ წამოხვიდეო რა და მეორე დღეს იყო ივენთი და ოპა მეთქი რა ხდება უცებ აი 5 წუთი დამჭირდა ალბათ დასაფიქრებლად და კაი თქო რა დავფიქრდი კაი თქო უთხარი და იმ დღეს მახსოვს რაღაცა საოცრად წავედი გავათენე გადმოვწერე 1000 რაღაც ტრეკი ოღონდ საიდან YouTube-დან თუ რაღაც არაფერი არ ვიცი საიდან რა ტრეკი უნდა იყიდო გადმოწერო ასე შემდეგ და წავედი და ნუ რა დავუკარი ხა ყველაზე ესეთი პოპულარული მუსიკა ალბათ მე თვითონაც რასაც უსმენდი და რაზეც ვერთობოდი აი ეგეთი მუსიკით დავიწყე დაკვრა მოკლედ და იმ დღეს ისე მაგრა გაასწორა იმ დღემ რომ მივხვდი რომ ძალიან გასართობია ეს ყველაფერი და მინდა რომ ეს ვაკეთო რა. ოღონდ ნუ ხა არასერიოზულად აბსოლუტურად ვიყავი განწყობილი თავიდან. შემდეგ აი უკვე ნელ-ნელა იმდენად მომეწონა ეს პოზიცია, რაშიც აღმოჩნდი და იმხელა ენერგია ვიგრძენი და იმხელა არ ვიცი, თავისუფლება ვიგრძენი თან სცენაზე ძალიან დიდი რომ ვაუ, მეთქი მე მგონი ეს ის არის, ისი გაკეთებაც მინდა და მე უკვე სერიოზულად დავიწყე რაღაც დიგერობაც, სწავლაც დაკვრის, თავიდან სიდიჯეებზეც არ ვიდექი რაღაც ლეპტოპიდან, რაღაც სიგიჟებს ვაკეთებდი. ხო და მე ნუ მოკლედ დავიწყე სწავლა და ნუ აი ხა მოვედი ნელ-ნელა აქამდე სადამდეც ვარ რა. და ესე დაიწყო. თამაში. მოკლედ ფეგი გუშ შესახებს იმხელა რომ გითხრა სანამ დაკვრას დავიწყებდი არ ვიცოდი არაფერი. ზოგადად დიდად ელექტრონულ მუსიკაშიც დიდად ვერ ვერკვევდი. ცოტა უფრო მეტად ჯაზს უსმენდი, რაღაცა კლასიკურ მუსიკას, არ ვიცი, ნუ კაი პოპ მუსიკას ასევე. მოკლედ ელექტრონულ მუსიკაში, როდესაც ესე იგი დავიწყე რაღაცა არტისტების ძიება, მახსოვს რომ ვიპოვე ერთი რაღაცა ვიდეო ამომივარდა Facebook-ზე, სადაც ფეგი უკრავს ერთ-ერთ იახტაზე თავის პირველ ესე ვთქვათ ცნობილ რემიქსს At Night, რომელიც ძალიან ბევრ არტისტს აქვს გაკეთებული, მაგრამ ნუ ეს ფეგის რემიქსი ჩემთვის აღმოჩნდა რაღაცნაირად ძალიან, როგორ გითხრა, თითქოს აი ენერგეტიკულად და რო ემთხვევის ზუსტად ეს არის მეთქი, აი თან მახსოვს რომ ამ იახტაზე რაღაც ნუ ვიდეო იყო ძალიან ფანტასტიკური და აი ეს მინდა მეთქი, აი ზუსტად ესეთ ენერგიაში მინდა ვიდგე, ესეთ მუსიკას უკრავდე, ან რო დავინახე, რაღაც ჩემი თავი დავინახე, ალბათ მომავალში თუ რა არ ვიცი, რაღაც ეგეთი მოხდა რა. მე იყო მისი boiler room-ი, რომელიც ვაუ, მეთქი, ანუ ჩემთვის მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე არტისტის ენერგია. რასაც არ უნდა უკრავდეს, თუ სცენაზე, როცა დგას სცენაზე, მე ვერ ვგრძნობ მის ენერგიას და თვითონ არ იღებს უდიდეს სიამოვნებას, ის არტისტი ჩემამდე ვერ მოდის რა და ფეგისგან იყო რაღაც ძალიან ბუნებრივად ეგ ყველაფერი პირველ რიგში, აი რაღაცა ტიპაჟი ძალიან მომეწონა. მე აქტიურად გავეცანი მის ცხოვრებას, უფრო ვიტყოდი, არა მარტო შემოქმედებას, ანუ ინტერვიუებს, მის გავლენას, გზას, ასე და ასე შემდეგ და გახდა ძალიან ინსპირაციული ჩემთვის. აი, არ ვიცი, რაღაც კონექშენს რო პოულობ ადამიანთან, აი რო არ იცნობ და უბრალოდ რო დაინახავ და რაღაც შენსას რო პოულობ მასში რა. ალბათ ეგ იყო პირველი, რატომაც აი ეს, აი არ ვიცი, არავინ არც ერთ
ჩემი ცხოვრების მონაკვეთზე არ ყოფილა ეგეთი ჩაჭერა რა ჩემთვის აი არტისტის კუთხით. ბავშვობაში იყო ემინემი, რომელსაც წერდი რაღაცას დღიურში რაღაც სიგიჟებს. მეილიც მივწერე მახსოვს ბავშვობაში და მეორე იყო Peggy Goo, ანუ მართლა. ხო და მე არ ვიცი, სულ მქონდა ეგ იდეა, რომ მაშინ წარმოუდგენელი იყო ფაქტიურად, რომ ხა ესეთი დონის არტისტთან რაღაც შეხება გქონოდა ესეთი როგორც ეხა მოხდა, მაგრამ არ ვიცი, მჯეროდა რომ ეს შესაძლებელი იყო რა და ესეთ მომენტი მახსოვს, რომ მამ მოქსიში ვმუშაობდი მაგ პერიოდში და მოქსიში ხდებოდა ეს მთელი ისტორიები, ჩემი პირველი მომენტების და ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ წამოსულიყავი სამსახურიდან. ანუ დამენებებინა საერთოდ ყოველფრისთვის თავი და ბოლომდე მუსიკაში გადავსულიყავი და დავედი სახლის გზაზე გავიარე ბიბლუსში მახსოვს და ძალიან ბევრი ინსპირაციული წიგნი ვიყიდე სადაც რაღაცა მოტივაციები არ ვიცი სხვა ბიოგრაფიული ამბები ქალების რომელმაც რაღაც საოცრებას მიაღწიეს თუ რაღაც ეგეთი ბევრი წიგნი წავიღე და მახსოვს იმ დღეს რომ დავწერე წერილი 2019 წელი იყო რომ რა მინდოდა დამემანიფესტირებინა ჩემ ცხოვრებაში რა მოკლედ ეს მახსოვს იწყებოდა რომ წლიდან წლამდე გავიზრდები როგორც არტისტი ჩემი ჰონორარი გაიზრდება წლიდან წლამდე რაღაცა და დავუკრავ ისეთ არტისტებთან ერთად როგორებიც არიან იწყება Peggy Goo მე რაღაცა Honey Dijon Ben Clock ანუ ძალიან ისეთი mixed ესეთი DJ-ები შევიყვანე Solomon იყო მათ შორის კიდე არ ვიცი Jada J იყო მახსოვს და კიდე რამოდენიმე არტისტი იყო და სანამ Peggy ასრულდება და მანამდე სხვები ასრულდნენ ოღონდ და გამომრჩა რომ აღნიშნა იმიტომ რომ თითქოს იმას აღარ ვანიჭებდი მნიშვნელობას და ხო აი Peggy იყო ჩემთვის მთელი 7 წლის რაღაცნაირი პოინტი რომელიც მინდოდა რომ გამაკეთებინა რა მასთან ერთად გამეზიარებინა სცენა მომავალი 7 წელი მოდი Peggy-ს level-ზე მისვლა იყოს კიდე მაშინ ოდნავ უკანაც გადავალ და მოვყვები ორჯერ იყო ჩამოსული აქამდე Peggy სანამ მე ესეთი შეთხლიშილი შეყვარებული ვიყავი მასზე და მახსოვს პირველად როცა ჩამოვიდა Space Hall-ში უკრავდა ვიცნობდი პრომოუტერებს ვინც ჩამოიყვანეს და ნუ რაღაცა მაჩუქეს ბილეთი რაღაცები და მახსოვს მეც რაღაც ივენთი მაქვს ფუნიკულერზე ვუკრავ და ანუ ისეთი ის იყო რა ქვია მომენტი რომ ანუ ჰონორარი პროსტა გადახდილი ქონდათ მე გავიკე ეს ამბები რომ Peggy ჩამოდიოდა თორე ალბათ გავაკენსელებდი ყველა ვარიანტში და ეხა რომ ვიცი რომ იქ ვარ ანუ აი მართლა ეკლებზე ვიჭექი რომ ეხა აქ არ დავაგვიანო მეთქი ჩამოსვლა და მახსოვს რომ ძალიან სუდად დავუკარი რომ მალე დამესრულებინა მართლა და აი გამოვიქეცი გიჟივით მე ისე მოხდა რომ ბექსტეიჯში უნდა შევსულიყავი მაგრამ ნუ ვერ მოვხვდი ამ ბექსტეიჯში და ისე წავიდა Peggy და ნუ რაღაცა კაი ჯანდაბას ესე გავიარეთ ეს ამბავი ძალიან ვისიამოვნე მისი შოუთი შემდეგი ჩამოსვლა იყო მახსოვს დეკოდერმა ჩამოიყვანა ისევ და ფილმში ჩატარდა ცისკარზე ნუ აი იქ მქონდა რომ აუცილებლად უნდა გამეცნო ანუ აუცილებლად უნდა გამეცნო მახსოვს ძალიან გავიბრეჭე რაღაც წითლები მეც რაღაცა ესე ავედი მახსოვს რომ საჩუქარი მოუმზადე რაღაც საოცარი კიმანო რომელიც ჩემი საყვარელი კიმანო იყო სხვათა შორის და ერთხელ მეც ვამხოლოდ და ვის თუ არა Peggy-ს უნდა ვაჩუქავთ ხო და მოკლედ ისე მოხდა რომ ვერ შემიყვანეს ვერ გამაცნეს და ეს ნუ ჩანთა გადასცეს უბრალოდ და მახსოვს რომ პრომოუტერს ვუთხარი რომ ნუ ეგრეა თქო ხო აი შემდეგ ჩამოსვლაზე იცოდა თქო რომ მე დავუკრავ მაგის გვერდზე თქო და ინონე თქო ანუ მართლა მე გავახსენე კიდეც მიკის ეგ ამბავი და მოკლედ მე როგორ მოხდა ეს ამბავი ზუსტად ამ 2022-2023 წელს დავიწყე კომუნიკაცია ჩემს სააგენტოსთან ეს არის Boom Boom Booking Agency რომ გიორგი კურშინოვის ხელმძღვანელობით ასე ვთქვათ მომწერა და ამიყვანა სააგენტოში და ნუ გიორგი არის ალბათ საქართველოში ერთ-ერთი ესეთი პრომოუტერი რომელსაც ძალიან დიდი ვარსკვლავი ჩამოყავს და გვანებიურებს ასე ვთქვათ საოცარი შოუ
შოუებით და ხარისხიანი შოუებით. გიორგისთან მოხვედრა მართლა ისეთი ნაბიჯი იყო, რომ თითქოს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდი ამ ამბავს, თუმცა რო გითხრა რომ მაგ თემაზე თავიდან ვფიქრობდი, არა, ესე არ იყო. მე პროცესში უკვე რო დავიწყე სხვადასხვა არტისტებთან დაკვრა, რომელიც გიორგის ჩამოყავდა, გიორგიმ ფეგის შესახებ იცოდა, ჩემი სიყვარულის შესახებ მისდამი და ხშირად ვახსენებდი ხოლმე, რომ იქნებ ფეგი ჩამოგეყვანა, იქნებ თუ რაღაც. მაგრამ რაღაცნაირად არ გამოდიოდა, ბევრი წელი არ გამოდიოდა ეგ ამბავი და აი ეს ერთ დღესაც მოკლედ მომდის მესიჯი რომ მოკლედ შენი ოცნებაზეო რაცა მომიყევიო აღსრულდაო ერთი სიტყვითო და დადასტურდაო რომ ფეგი გუ დადასტურდაო და ვინ თუ არა შენო დაუკრავ მასთან ერთადო და როგორ გითხრა რა იყო ხა ეგ ყველაფერი არ ვიცი აი ეს თვეების წინ მოხდა როცა ეგ ამბავი გავიგე და მთელი ეს პერიოდი ალბათ აი ამ ექსაიტმენტში ვცხოვრობ და ყველაზე მაგარი ამ ამბავში ის არის რომ მე ამ ყველაფრის მჯეროდა რომ ეს მოხდებოდა და ესე მოხდა რა და რაღაცნაირად მგონია რომ ეგეთი ისტორიები ძალიან ინსპირაციული არის სხვა ადამიანებისთვის რომ თუ დაიჯერებ იმის რომ რაც ძალიან გინდა და რაც მთელი გულით გინდა მართლა მთელი სამყარო გეხმარება იმაში რომ ეს ყველაფერი ასრულდეს რა აი რაღაც ეგეთი ისტორია ხან ხდება რომ სრულად მზად ვარ არ ვიცი რომ დადასტურდა უკვე ყველაფერი და რაღაცა პოსტერზე დაიდო ჩემი სახელი და ასე შემდეგ დავიწყეთ აქტიური მზადება უკვე ჩემი პროდაქშენის იმიტომ რომ მინდოდა რომ მის გვერდზე ყოფილიყავი რაღაცა ესე ღირსეული გამგრძელებელი ასე ვთქვათ მისი გზის მისი შოუსი და თან აქტიურად თანხმდებოდა ყველა დეტალი მათ მენეჯმენტთან რომ რაღაც ისე ყოფილიყო. ხო და ანუ არ მეცალა იმაზე საფიქრალად რა იქნებოდა სცენაზე რა. აი იმდენად ჩართული ვიყავი, ჩვენ გავაკეთეთ საოცარი სამუშაო გავწიეთ და მე ამაში აი არ ვიცი იმ ხელმადლიერებას განვიცდი ჩემი მეგობრებისადმი, იმიტომ რომ ჩემმა მეგობრებმა აი ესე ყველაფერში ისე დამიჭირეს მხარი და შეიკრა საოცარი გუნდი, რომელმაც ჩემთან ერთად იმუშავა, როგორც ეკრანის ვიზუალებზე, არ ვიცი, საოცარი რაღაცები გავაკეთეთ და იდეები და ბრეინსტორმინგები მოვაწყეთ და აი ბოლომდე გვერდში დამიდგნენ და მთელი სიამოვნებით აკეთეს ეს ყველაფერი, მეტირებოდა ამ ყველაფერს რომ უყურებდი და შემდეგ ჩემი სხვა მეგობრების წრე, რომელმაც ივენთის პროდაქშენი გამიკეთეს და არ ვიცი, საოცარი ხარისხით გადავიღეთ ეს ყველაფერი, მათზე ცალკე ვილაპარაკებ. თქვენზე ცალკე მინდა რომ არ ვიცი, სამადლობელი უდიდესი ტექსტი მოვიფიქრო. რომ არ ვიცი, ესეთი გუნდი რო გყავს, ესეთი სამეგობრო რო გყავს, მგონია რომ ყველაფერი გამოგივა რა. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ შოუს. მოვედი, დადგა ეს მომენტი, როდესაც უკვე ავედი სცენაზე, ჯერ ვარ გვერდზე, სანამ ფეგი დაასრულებს და მახსოვს რომ ანუ საკმაოდ ისე ვარ რა, მხნედ ვარ, ძალიან თავისუფლად ვარ. სანამ ავიდოდი ამ სცენაზე. ხო და მახსოვს რომ დგავარ სცენაზე, ვუყურებ ფეგის, რომ ანუ აი ეს რეალობაა, ეხლა უკვე ეს რეალობაა, ხო მეთქი ანუ საკუთარ თავთან ლაპარაკი რომ მიდის რა და ხვდები რომ ცოტა იქ უკვე აღარ ვარ, ანუ ჩემ ფიქრებში ვარ შესული ბოლომდე. და იმენად შესული ვარ რომ რაღაც მომენტში ეთყობა ჩემმა მენეჯერმა გიორგიმ შეამჩნია ეს და ესე მეძახის რომ ანა აქ ხარ ერთი წუთი ანა და მე უცბაი ხო აქ ვარ თუ რაღაც და მაწვდის რაღაცა კამფეტს მენტოლიას რას მაწვდი ყველაფერს ის მაგ სუნა ყველაფერს არ ვიცი ალკოჰოლი არ იყოს და ასევე რამე სხვა არ იყოს მენტოლიანი კამფეტია მიდიო მოგაფხიზლებს რომ რაღაცაო ვერ ხარო რა და ნუ მეთქი კარგი ჩავიდე მახსოვს ეს მენტოლიანი კამფეტი და 10 წუთში უნდა შევიდე ხა შეგნით და დამიძახეს ამ მენეჯმენტის წარმომადგენლებმა და შევდივარ და ანუ მოკლედ რა ვხვდები ეხლა რომ ანუ გაყინული მაქვს რა მთელი ყველაფერი ემოციები ანუ აი არ ვიცი თითქოს სხეული ჩემი არ არის ანუ მე არ ვარ ის ვინც ეხლა იქ დგას რა ანუ ხედავ ამ ყველაფერს განცდაში მაქვს მაგრამ შეგრძნებები გაითიშა
ანუ ეგეთი რაღაცა ცხოვრებაში არ დამმართნია. წარმოგიდგენთ, შევდივარ ესე ფეგიმ დამინახა, უნდა გამომხედოს რაღაცა მე ესე ვდგავარ, ვითომ თან არ ვიმჩნევ ხარაფერს, იმიტომ რომ ხვდები რომ ვერ ვაკონტროლებ ვერ ჩემ თავს, ვერ ჩემ სხეულს. და ხა რაღაცნაირად მთელი 7000 თუ 10000 კაცი დგას წინ, აქ 2000 კაცი მიყურებან და ანუ ეს შენი მომენტია თან რომ ფიქრობ რა და მახსოვს რომ გამოიხედა ფეგიმ და უცებ ესე ჩამეხუტა და ანუ ვერაფერი ვერ ვიგრძენი, ანუ ესე ვჩქმიტავ საკუთარ თავს რაღაც მომენტში, რომ ანა შენ იქ ხარ, შენ ხარ ეგ ყევ, ანუ თან ცოტა ბრაზდები, იმიტომ რომ რა ხდება რა, ვერ ვხვდები რა ხდება, რატო ვარ ესე, რატო არ მაქვს, აი რა არ მაქვს, იცი თითქოს რომ აი აღფრთოვანი, არ ვიცი, სხეულში შეგრძნება ამ ყველაფრის რა, მაგრამ ნუ აი დავნებდი რა, კაი მეთქი რაც არის ეგ არის რა, შენი საქმე უნდა გააკეთო ეხლა და მახსოვს რომ მომზადებული მქონდა რაღაც დავწერებ სცენაზე გასვლამდე, მინდოდა მისთვის მეთქვა, ეხლა იქ ხმაურში ვერ გავაგონებდი და რომ ეს ვიღაც მისი ვიღაც ტიპი არ არის, ვინც აგრძელებს, ეს არის მისი ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი ინსპირაცია მისცა და მთელ ამ გზაზე გაიდენს გაუკეთა, ასე ვთქვათ, რომ ამ მომენტამდე მოსულიყო და ნუ აი ეს დაუწერე, რომ ფეკი შენ ჩემი აიკონი იყავი მთელი ამ ხრის განმავლობაში და როცა მქონდა ყველაზე ისეთი ჩავარდნა მომენტები, შენი ეს ყურება ძალიან დიდ ინსპირაციას მაძლევდა და მოტივაციას, რომ აქამდე მოსულიყავი თქო რა, ესეთი ტექსტი იყო და ვაჩვენე ესე და მადლობა ყველაფრისთვის, ჩახუტება ამბავი და ეხლა უკვე ჩემი დრო მოდის რომ უნდა დავდგე და მახსოვს ერთი ძალიან ესეთი საყვარელი კურიოზული მომენტი იყო ფეგი იყენებს CDJ-ებზე ისეთ რაღაცას რასაც მე არ ვიყენებ და CDJ-ს აქვს უამრავი ეფექტი თუ რა არ ვიცი რაც თუ არ იცი და არ იყენებ არც იმახსოვრებს საერთოდ რა არ გაინტერესებს და მახსოვს რომ ყველა CDJ-ზე ეგ არის ჩართული და ვიყურები ეხლა და არ არის არც ერთი ტექნიკურის ბიჭი არც ერთი მაინც და მაინც მაგ დროს ვეძახი და მაგრამ სანამ ისინი მოვლენ ხვდები რომ ესე არ გამოვა და მივხვდი რომ ფეგი ერთი წუთი ეს ყველაფერი გამიტიშე ძალიან თქო არ ვიცი როგორ იტიშებ და ერთი წუთი ოკიო კაცო და ეს დაუარა ყველა CDJ-ის სათითაოდ გათიშა და მეც მემართებაო არის დარტო მაგაზაო ეგეთი რაღაცეებია და მეთქი მადლობა თქო და მე მითხრა რომ რასიზავო გადაიყვანო ტრექსო თუ და არა მეთქი უეჭველი დაასრულე შენი ტაში უნდა მიიღო და მე ეს ვერ გაიგო ოღონდ არ ვიცი რატო ვერ გაიგო და გარს ეხა ველოდება როდის გადავიყვან და მეც არ გადავყავს და უყურებ ანუ მართლა და ბოლოს მიხვდა რომ ესე გადმომხედავს მე ისევ ესე ტაშს უკრავ ცოტა გაუგებრობები იყო სცენაზე და მოკლედ როგორც იქნა ეს ტრეკი მოვკიდე ხელი მივხვდი რომ ეს არ გათიშავდა და გაუთიშე თავისი ტრეკი და ნუ მინდოდა რომ ყველას ესე ტაში დაეკრა და მისი პატივი მიიღო ასე ვთქვათ ისევ ჩახუტება ამბავი და დავიწყე დაიწყო ჩემი ამბავი აი ესე მივედით აქამდე ხო დავდექი ახლა სცენაზე როგორც იქ და მე მივხვდი რომ აი ფეგი რომ გავიდა მე მივხვდი რომ უკვე ცოტა ძალა გამომეცალა ანუ ეს მთელი ალბათ ყველაფერი საერთოდ რაც იყო ერთიანად აი ეს გააკეთა რა და ეხლა ხვდები რომ ერთადერთი მომენტი არის ჩემო გამოცდილება მიშველოს რომ ავტომატიზმში გავაკეთო ის რაც გასაკეთებელია და ნუ ეგრეც მოხდა რა საერთოდ ეს რა ემოცია იყო მე რომ გავიაზრე ძალიან დიდი ხანი წარმოედგინე 1000 ადამიანი მეუნება რომ აბა რა ემოცია იყო და ყველა ელოდება ხა რომ აი ვერავის ვერაფერს ვერ ვეუბნებოდი მეთქი დრო მჭირდება ვერ გიყვებით აი ვერაფერს ვერ ვყვებოდი ხა ამასაც ვერ ვყვებოდი ამას საერთოდ ცოტა მერიდებოდა კიდეც რომ მეთქვა რომ იცი რა ვერაფერი ვერ ვიგრძენი და მე მოკლედ ველაპარაკებ ფსიქოლოგებსაც ასე შემდეგ რა იყო ეს და ეს იყო დისოციაციას აკეთებს ასე ვთქვათ
ტვინი, იმიტომ რომ როდესაც ძალიან ძლიერი არის ემოცია, ამას არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება სიხარულისგან თუ ტკივილისგან, შეგრძნებებს თიშავს, რომ ასატანი გახდეს შენთვის რა. ანუ იმდენად ძლიერი იყო, რომ სიხარულიც გათიშა რა, ასე ვთქვათ, ჩემმა ტვინმა და რაღაც მხრივ გადარჩენა იყო ალბათ რა. თან ამ მომენტში იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ისიც, რომ მე რადგან დაახლოებით 7 თვეზე მეტია უკვე სრულიად ფხიზელი ცხოვრობდა, აი არანაირი ერთი ჭიქა ღვინოც კი თუ რაღაცა აღარ არის. ამ ყველა ემოციასთან ფხიზელი გამკლავება საკმაოდ რთულია. მივხვდი, რომ ძალიან მეძაფრი რო არის სიხარული, ან თუნდაც ტკივილი, აი მაგ დროს ჭირდებოდა და ვიყენებდი კიდეც ყველაზე მეტად ალკოჰოლს და აი ამ ყველაფრის ფხიზელზე შენს ხეულში გატარება, როდესაც ეგეთი ინტენსიურია, აი ძალიან რთული აღმოჩნდა და ანუ ტვინმა დაცვა ჩართო და გათიშა ყველაფერი საერთოდ. და მე უკვე ვიდეოებს რო უყურე და რაღაცა სტორები გადავაზიარე და ადამიანების რაღაცა ისინი რომ ნახე, მე ვნახე თურმე რა გაიყოფილა. მანამდე ვერ ვხვდებოდი საერთოდ რა მოხდა, რა კარგი იყო, ცუდი იყო, საერთოდ რა იყო, არ ვიცი, აი არ ვიცოდი არაფერი. მე ზოგადად ადამიანი ვარ, რომელიც შინაგან შეგრძნებებს ვეყრდნობი შესაფასებლად კარგი იყო თუ ცუდი თუ რაღაც ეგეთი და როდესაც ეგ შეგრძნებები არ არსებობს, წარმოიდგინე რას უნდა დაეყრდნო რა, ავტომატიზმში რასაც აკეთებ. ხო და აი ეგრე მოხდა ეგ ამბავი. საოცარი მართლა არ ვიცი რომ გავხსენი ინსტაგრამი თუნდაც აფეთქებული იყო სრულიად და აი გავათენე თუ დავაღამე, იმიტომ რომ გადავათენეთ ის დღე რა თქმა უნდა სახში მივედი და ვერ ვიძინებ, ანუ ყველა სათი თავად ვნახე, ყველას 50 ჯერ ვუყურე, მოვისმინე, არ ვიცი, აი როგორ გითხრა, ჩავიღვარე სიყვარულში, რასაც ქვია. საოცარი მესიჯები იყო მოსული და აი ხალხი მილოცავდა და იცი რას ხვდებოდი, რომ აი ეგეთი ერთიანობა ხალხი თითქოს გაერთიანდა ჩემი ბედნიერების ირგვლივ და რაღაცნაირად მათი ბედნიერებაც გახდა ეს და ეს იყო აი არ ვიცი აი საოცრება მომენტი, იმიტომ რომ ეგეთი რაღაცებია ხო რაღაცის გარშემო რომ ხალხი ერთიანდება, ამაზე საოცარი შეგრძნება არ არსებობს საერთოდ და ვიღაცა რომ შენს ბედნიერებას ეგრე განიცდის როგორც თავისას, არ ვიცი მართლა რა ვთქვა, მადლიერების მეტი არ ვიცი რა მეთქმის და მე მესმის ასევე მათიც, იმიტომ რომ მეც ეგრე ვარ რა, ანუ რაღაც თავის ოცნებას რო ისრულებს, რაღაცა მიზანს თუ რაღაცას, არ ვიცი. მე ჩემთვისაც ინსპირაციულია თან ეგეთი მომენტი, რომ ესე იგი მან თუ გააკეთა, მეც გავაკეთებ და ამ თემაზე ესე აქტიურად აფიშირებად ჩემი მხრიდან ეგ იყო რა, რომ აი მინდოდა რომ ყველას ყველაფერი დეტალურად ცოდნო და რომ ეს უბრალოდ არ ხდება ესე რა. როცა რაღაცის ძალიან მაგრა გჯერა და როცა ძალიან მაგრად გიყვარს რაღაც, აუცილებლად გამოგივა რა ნებისმიერი რაღაც რა, აი არ არსებობს, აი შეიძლება არ ვიცი თეთრი არ გქონდეს მართლა პირობითად ვიძახი, შეიძლება არ გყავდეს ვიღაცა მენეჯერი, შეიძლება არ გქონდეს რაღაც, მაგრამ როცა სურვილია, არ ვიცი, აი თვითონ სამყარო იწყებს შენკენ ყველაფრის დინებას რა, აი საჩუქრებს გესვრის, ასე თქვა რომ შენ ეს ყველაფერი გააკეთო. თუ ამასთან მოტივიც კეთილი აქვს და ასე შემდეგ. ხო და მინდოდა რომ ძალიან ინსპირაციული ყოფილიყო ყველასთვის და ამიტომ აი ავაფეთქე მე თვითონაც ინფორმაციულად მთელი სოციალები რომ ეს ხდება მეგობრებო და აი ჩემთან თუ ხდება, თქვენთანაც მოხდება ყველაფერი საერთოდ და მინდა რომ სულ აი ესე იმაში მყავდეს საქმის კურსში მყავდეს ზოგადად აუდიტორია, რომ დაიჯერონ საკუთარი თავის მათაც. რაღაცა პროცესის ნდობა არის რა პირველ რიგში. რაღაცნაირი მიზანი არსებობს ნამდვილად. მიზანი არსებობს ის, რომ სოფლიოს საუკეთესო სცენებზე მოვხვდე და თუნდაც ფეგის გზას რო გავყვეთ ისევ. რასაც ფეგი დღეს აკეთებს სოფლიოს სცენებზე, შევძლო მეც იგივე თუ სხვანაირად თუ როგორნაირად, ანუ რა მნიშვნელობა კონტექსტი ეგ არის, რომ დაუკრა ყველა კარგ ფესტივალზე მოვხვდე, არ ვიცი, ჩემს ასევე კიდევ აიკონიკ არტისტებთან ერთად. ეხლა უკვე მოხდეს თქვათ ნამდვილი ესეთი კოლაბორაციები, back to back-ები თუნდაც, ან არ ვიცი, ერთ ტრეკზე მუშაობა, ან ერთ რემიქსზე მუშაობა, ანუ რასაც მუსიკალური ესეთი კოლაბორაციები ქვია. აქტიურად მინდა რომ პოპულარიზაცია გაუწიო ამ ფხიზელი ცხოვრებით, რომ შესაძლებელია.
რომ აბსოლუტურად ფხიზლი გონებით თუნდაც დაუკრა მუსიკა და ასევე, არ ვიცი, გაერთო თუნდაც იცეკო ძალიან ბევრი რა. რომ მე თვითონაც ახლა ახალ გამოცდილებებს ვიღებ და რაღაცნაირად ძალიან ცვალებადი პროცესია ეს. რაღაცები თავიდან ძალიან შეუძლებელი გეჩვენება და შემდეგ ხვდები რომ ხელა ილუზიაში ცხოვრობ და ალბათ ყველაზე მაგარი ამბავი არის ის რომ მე ვაჩვენო ხალხს რომ ეს საოცრება არის, ესე ცხოვრება და თან რაც ესე ცხოვრება დავიწყე, მართლა თითქოს უფრო ბევრი კარი გაიღო რა. არ ვიცი, ალბათ უფრო მეტად მე თვითონაც ისე ვარ, რომ საქმეზე ძალიან ორიენტირებული ვარ, რაღაც ესე არ ვხარჯავ დროს, რაღაცა ჩემს ენერგიას არ ვაცლის ხეულს ალკოჰოლით და მსგავსი რაღაცეებით და დროც უფრო მეტია თითქოს და არ ვიცი, ხალისი ამ ყველაფრის კეთების მეტია საერთოდ. ხო რა, მივყვები პროცესს რა. მინდა რომ ყველა ძალიან დიდ სცენაზე დაუკრა სოფლიოს მასშტაბით და ესეთი კარგი სახელი შევქმნა international სცენაზე და ვნახოთ რა იქნება. მჯერა რომ ესეც იქნება და დრო ჭირდება ამ ყველაფერს და არსად არ მეჩქარება საერთოდ. ძალიან საყვარელი კითხვა არის. ჩემი საუკეთესო მეგობრები დგანენ, პირველ რიგში მეგობრებს დაუძახებ მეც და შემდეგ უკვე თავის საქმეში სუპერ პროფესიონალებს. ქრიუ არის ესეთი, რომ პირველ რიგში თათული ფშავლიშვილი, რომელიც აი ჩემი როგორც მეგზური არის, ამ გზაზეც და ყველა გზაზე საოცარი ადამიანი, რომელიც ყველაფერში მეხმარება და მხარში მიდგას და ჩვენ რაღაცა ერთად ვაკეთებთ ყველაფერს საერთოდ. ის არის საოცარი გემოვნებიანი მუსიკის მიმართულებით და დიგერობის დროსაც ერთად დიგერობთ სხვათა შორის აქტიურად. ხორში ვართ და ვიწყებთ. 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 ზოგადად თვითონ პროცესი იყო ძალიან ცოცხალი, ძალიან დინამიური, იდეების მიმართ გახსნილი და გარემო იყო ძალიან სანდო, თვითონ უშუალოდ როგორიც არის ანა, მგონი ანას თვისებებს ვასახელებ ხა. არ ვიცი, აი სოფოსთან სახელოსნოში, რა ვიცი, ფეხი როგორც კი შევდგი, ჯერ ხო რაღაცა ძალიან საოცარ გარემოში აღმოჩნდი. ეგრევე მივხვდი, რომ რაღაც როგორც თევზი წყალში ისე ვიქნებოდი. იქ იყო რაღაც ძალიან სასაცილო მომენტებიც, მაგალითად პასტელინის გაშრობა უთოთით და რაღაც ასეთ სასაცილო რაღაცები, მაგრამ იმდენაირი ფაქტურასთან მუშაობა ვცადეთ. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მინდა ვთქვა, რომ ანა არის თვითონ ძალიან დაკვირვებული ადამიანი პროექტის ფარგლებში დეტალების მიმართ. ძალიან დიდ გახსნილობას გთავაზობს. თავიდან რაღაც ეტაპზე AI-ს დავიხმარეთ, მაგრამ მივხვდით, რომ საერთოდ არ იყო, ანუ აქ ადგილი რაღაცა ხელოვნური ინტელექტის. თან ანას, არ ვიცი, რაღაცნაირი ცხოვრებისეული კრედო არის ეს, რომ ყველაფერში აღმოაჩინოს სული. თვითონ ჩაწდეს პროცესის სულს, თქონდა ესეთი ჩეთი თავიდან, სადაც ვაზიარებდით ჩვენს იდეებს, უკავშირი გქონდა და ყოველთვის ჩემს მიმოწერაში ძალიან ფიგურირებდა ხოლმე childlike აღტაცება, ანუ ძალიან ხშირად ვახსენებდი ამ ყველაფერს. მთლიანი პროცესი ეგეთი იყო რა, ძალიან ორიენტირებული საკუთარი შინაგანი ბავშვის, რა ვიცი, გალაღებაზე. ყველანაირი მოკლედ მოლოდის გადაეჭარბა. ჩვენ რო გავირეპეტიციეთ მანამდე რა, წინა დღეს ძალიან ეფექტური იყო მართლა. უშუალოდ თვითონ ივენთის დღეს, აი, არ ვიცი, საოცრება იყო ისეთი ენერგია ტრიალებდა და ეს ყველაფერი რო იმატებოდა, უფრო განსაკუთრებულს ხდიდა მთელ ამ ამბავს. თავიდან როგორც ესეთი, ანუ აღარანაირად ეს რაღაც ჩარჩოში ჩასმული იდეურად არ ყოფილა. თვითონ შედეგი რაც მივიღეთ, თვითონ პროცესმა მოამწიფა ესე, რომ ინსაიტების საბადო აღმოჩნდა და დაკვირვებული თვალისთვის, თქვათ რაღაცნაირად ძალიან ბევრი ინსაიტის წამოღება შეიძლება. მაგალითად, ხელების მომენტი სანდოობასთან ასოცირდებოდა ანასთვის. ხო, ანუ რაღაცნაირად თვითონ სახელის აშენება, აწყობა თავიდან იყო როგორც მისი, ანუ თვითონ ანას იდენტობის ფორმირება და უკვე ბოლოსკენ ჩვენ ხედავდით ამ იდენტობის ნგრევას და ეგოს მსხრევას, ესე ვთქვათ. როდესაც დავიწყეთ ფიქრი ეკრანის ვიზუალებზე, სოფო დვალი, რომელიც არის გრაფიკული დიზაინერი, ქმნის საოცარ ნამუშევრებს. სოფომ ასევე დაპატიჟა ამ პროექტზე თავისი 2 მეგობარი, რომლებიც რაღაცნაირად ჩვენი ყველას აზრები ერთმანეთს დაემთხვა და რაღაც, არ ვიცი,
ისე ჰარმონიულად წავიდა მუშაობა ყველაფერზე, იდეებზე, ეს გავაკეთებთ, კი, კაი აზრი. აი ხო იცი, ეგრევე რო ყველაფერს ხვდება. ეს იყვნენ ანა ზერაგია და მიხეილ გოგიაშვილი, რომელმაც არ ვიცი, საოცრად დაგვეხმარენ ამ პროცესში. პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ანას ამ პროექტისთვის და ამ შესაძლებლობებისთვის. ჩვენთვის იყო ძალიან საინტერესო მოგზაურობა. შევხვდით ერთმანეთს და დავიწყეთ საუბარი, რომ რა როგორ განვითარებული იყო ასე შემდეგ ვფიქრობდით თავიდან რომ დაგვიხატა სკეჩები, ან თუნდაც ილუსტრაციები, ანიმაცია გავკეთებდი და ბევრი სხვა საინტერესო მოსაზრება იყო. ჩამოყალიბდით რომ გავკეთებდი და moodboard-ი, რეფერენსებს ერთმანეთს უზიარებდით. და დაიბადა აზრი, რაც პატარა ინსპირაცია ქონდა და მოდი გავაკეთოთ ჩვენი ხელნაკეთით გაკეთებული ყველაფერი. აი საერთოდ ვაშენებდით ნულიდან ესე ვთქვათ რა, მაგრამ არსებული მასალები ქონდა. და ეს მასალები იყო ძალიან საინტერესო, ანას თუნდაც ტყავის წითელი ულამაზესი პლაჟი და ბევრი სხვა დეტალი. გადაწყვეტეთ გადაგვეღოთ ჩვენს ხელოსნოში პროცესები იმდენად აი ბილად გადადიოდა. ანას მართალია დიდი ხანი არ ვიცნობ ესე, მაგრამ მან მგონია რომ სულ ვიცნობდი. ასევე დახმარებოდ ხოლმე ჩვენ მეგობრებს, რომლებიც თან თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან, ანა ზერაგია და მიხეილ გოგიაშვილი. ასევე მინდა დავამატო ანასის ლოგოთი დავიწყეთ იდეაში, მაგრამ ტიპოგრაფია გავაკეთეთ ყალიბებად. გვინდა და მასალებზე დაგვეწებებინა ეს სახელები. თვითონ ეს პროცესი იმდენად საინტერესოდ ვითარდებოდა, ანუ ხო სხვანაირად წარმოგვედგინა თითქოს თავში, მაგრამ ის რაც ახალი დეტალები ჩნდებოდა, რაც თათული მიკრას ბექგრაუნდის, რაც ქაღალდი მიიტანა, ლურჯი ფერი, სასწაული ფერი, ელექტრიკი, მაგას წყალს ვასხავდით, განათება და იქ ბული და გარშემო სახელოსნოში არის ნახატები, აი ძალიან ბევრი საყებავი ზეთი, რაც რასტარიწელი, არ ვიცი ქართულად როგორ არის, ყველანაირ სითხეს ვიყენებდით რა, ესე ვთქვათ. მოდი ეს დამიჭირე, რომ ეს დავანიავო და იქ რაც ჭყვიალები შევყაროთ და იქ რაც დაისონის ფენი ქონდა ანას და მოდი რაც შევასხათ ამ წყალს და ალღაში გაკეთება და იქ ძალიან ბევრი სიგიჟე რა, ის მართლა სიგიჟებს ვაკეთებდი და ეს იყო რაც ახალი და ის სხვა პროექტი რა, რაც თითქოს აი მიოცნებია და ანუ ეს შესაძლებლობა მომიცა ანას დახმარებით და მთელი ამ საოცარი გუნდის დახმარებით ვართ ივენზე. აი ვარ როგორი ემოცია დაცლილი არ იცით მართლა, იმიტომ რომ აი ყველა ჩვენი ენერგია ჩავდეთ ამ პროექტში მთელი გულით მართლა. და გამოდის ანა და აი გამოდის და მე და ანა ვართ ზერაგია. ორივე როგორი გავგრო რა ერთმანეთს ვაჯანჯღარებთ რომ ანუ აი ძრავაგარია და ისიც მეუბნება რომ აი არის ხამ ყოფის მონაწილე რო ხარ საერთოდ სხვა ემოცია და სხვა შეგრძნება და თან აი ანას აქვს ძალიან კაი ანუ გამოსვლა იყო აი ძალიან კაი რა ძალიან საინტერესო ტრეკით დაწყება აი ცოტა რომ დრო გინდა რომ ცრემლი წაკდეს მოი ვერაფერს ვერ ვამჩნევ საერთოდ აი მართლა თითქოს აი ჩვენ ვართ მაგრამ ანა მე იქ თათულის ხედა და ის მარჩა აი ხალხს სხვას ვერავის ვერ ვხედავთ ეგისაც ვერ ვხედავს ანუ იმდენად ეს რაც ყველაფერი არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური და დარწმუნებული ვარ მე რო ესე ვარ ანა როგორ იქნებოდა რა ყველა იდეა ერთად დავამუშავეთ და განვახორციელეთ მონტაჟში მეც აქტიურად ვიყავი ჩართული ასე ვთქვათ ამ ყველაფრის ვათენებდი დღამებს რო თან ბოლო კვირა იყო დარჩენილი და არ ვიცი საოცარი გიჟური პროცესი იყო ახალი სკილები შევითვისეთ ანუ ყველა რა წარმოვიწოდით ისიც ვისწავლეთ და შემდეგ უკვე ჩემი დიდი ხნის მეგობარი ლევან მუშკუტიანი მე და ლევანი მოქსიში მუშაობდით ერთად ანუ აი დასაწყისში დაუბრუნდით ისევ ხო და მე და ლევანი შევხვდით 7 წლის მერე ესე ერთმანეთს პირველად მე მგონი ამ პროცესში
და უცებ რაღაცნაირად მე რო ჩემი გეგმები გავაცანი, ლევანიმ აი საოცარი მზადყოფნა მოქმედებისთვის გამოავლინა და უცებ აღმოჩნდა რომ ლევანის ყავს საოცარი გუნდი პროდაქშენის მიმართულებით და არა მარტო იცი საუნდ სტუდიო და იცი პროდაქშენ ასეთი კომპანია ჩამოაყალიბა თურმე ამ პროცესის განმავლობაში რაც ჩვენ ურთიერთობა არ გქონდა და უცებ აი სიურპრაიზ აი ესეთი საოცარი რაღაც დამხვდა გამაცნო მისი გუნდის წევრები ასევე ამ ვიდეოს მონტაჟშიც აქტიურად მეხმარებოდნენ რაც ეკრანზე უნდა ყოფილიყო და შემდეგ უკვე ერთად დავგეგმეთ ღონისძიების პროდაქშენი რომელზეც ალბათ ჩემი საოცნებო პროდაქშენი გამოვიდა ეს ყველაფერი იმიტომ რომ ეგეთი ხარისხი საერთოდ არ ვიცი თუ დადებულა ამ მიმართულებით საქართველოში რაც არის აი ესეთი ივენთის ესეთი გადაღება არ ვიცი და რაც კადრები რაც ვნახე და ისეთი საოცარი აპარატურა აქვს თან და ყველაფერი ანუ არ ვიცი შოკში ვარ პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ანას იმ შესაძლებლობისთვის რომ მოგვეცა შანსი რომ გავაკეთოთ ის პროექტი რაც გულში თვისში გქონდა ამდენი ხანი ტექნიკურად რომ მზად ვიყავით ვიცოდით რომ შეგვეძლო ამის გაკეთება და ეს იყო შანსი რაღაც რომ გვენახა რა მომენტში რანაირად იმუშავებდა გუნდი უკვე ერთად რა ჩემთვის ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა იმიტომ რომ თვითონ პროცესი იმდენად უცნაური გასაკეთებელია თვითონ ღონისძიების გადაღება ძალიან ექსტრემალური პროცესია იმიტომ რომ მომენტი რომელიც ხდება იმას ვერ გაიმეორებ ის ერთხელ არის ის უნდა დაიჭირო ის უნდა აღწერო და ეს არის გუნდური საქმე და პირველ რიგში ანას ძალიან დიდი მადლობა და მეორე რიგში აუცილებლად ჩემ გუნდს ძალიან დიდი მადლობა ლაშას, ნიკოლას, ნიკიტას, ლუკას, აი სასწაულის შრომა გაწიეს და ოპერატიულობა რომელიც გამოავლინეს იმ პროცესში თვითონ გადაღების ეგ იყო ჩემთვის აი ბეჭედი მართლა რომ ჩვენ შეგვიძლია ეს საქმე თამამად ვაკეთოთ, შეგვიძლია უკვე თამამად ყველა შევთავაზოთ, ეს ძალა მოგვეცა, ეს თავდაჯერება მოგვეცა და ნუ ანას თანადგომა იყო რაღაც არანორმალური გათვალისწინება გვერდში დგომა ყველანაირად რა. პირველივე დღეს ვთქვი რომ ხიზელი ივენტზე სკავს სიტუაციაში პირველად ვარ და პირველად გავერთე ეგრე ხარისხიანად როგორც მაგ დღეს იყო ეს ყველაფერი რა. მადლობა ხიზელი. პირველი რაც იყო არის თვითონ ფეგის პროდაქშენი რა. ფეგის პროდაქშენი რაიდერია ამ ადამიანს აქვს წესები, ამ ადამიანს აქვს კანონები, გაწერილი კონტრაქტში წინასწარ გაქვს შეზღუდვები, გარდაუვალია რომ შენ შეზღუდვების გარეშე მსგავსი პროცესი მართო. რეალურად კამერას რითიც ვიღებდით რედის კომოდოს კამერით რა. 20 წუთი მარტო აწყობას უნდა ტექნიკური მხარეა ხო ხტები რომ შენ იქ black shading-ი გააკეთო, ნუ ტექნიკურად რომ მოკლედ გამართო კამერა რომ მზად იყოს რეკზე დასაჭერად. ეგ 20 წუთი ჩვენ არ გქონდა უფლება დაგვედგა კამერა და მომზადებულიყავით უკვე ანას შემოსვლისთვის. ეგ იყო უპირველესი გამოწვევა და მთლიანი სისტემა ეს პროცესი გაიარა ამ 10,000-მდე ადამიანის სადაც dance floor-ზე იდგა, იქ ავაწყვეთ ეს მთლიანი სისტემა, ავაწყვეთ მთლიანი კამერა, ამდენ ხალხში ხელით გადავიტანეთ და მონტაჟი შუა ივენტზე დავიწყეთ. ეგ არ იყო რომ შუა ივენტზე მონტაჟის ეს ყველაფრის რა ტექნიკური დეტალების გათვალისწინება შუა დაწყებული ივენტზე აღმოჩნდა ეგ იყო მთავარი ექსტრემი რამაც ალბათ გაგვირთულა საქმე ყველამ სიმშვიდე შევინარჩუნეთ ვიცოდით რა გაგვეკეთებინა და არავინ არაფერი შეცდომა არ დაუშვა და ყველამ თავისი როლი იდეალურად შეასრულა მაგიტოა რომ პირველივე წამიდან კამერა ჩართულია პირველივე წამიდან კადრი არ დაგვიკარგავს არანაირი და ოპერატიულად შევძელით რომ ეს ივენტი გადაგვეღო ანასთან მუშაობა იყო კაუჩი არავის არ გირჩევთ, სისხლი გაგვიშვა. დაგტანჯა, სული ამოგხადა. პასპორტები წაგვართვა, ოთახში დამსვა აქ. კი ბატონო. მაწერინებს ეხლა ამ ინტერვიუს. მე ამას რომ მოვრჩები, უნდა გავიდე და ჩემივე ინტერვიუ უნდა დავამუშავო ხალხს. აი, ხუბობა ერთზე იყოს. ანასთან მუშაობა იყო კომფორტული პირველ რიგში. ერთადერთი სიტყვა რაც ყველაზე კარგად აღწერს ანასთან მუშაობას არის რომ არის კომფორტული, არის შრომის მოყვარე და არის გადამდები რა. აი ადამიანი რომელიც შენ გვერდზე ზის და არის გადამდები და თან ენერგიის გადმომდებია, პოზიტივის გადმომდებია, თან შვიდია, ხვდები? თან ენერგია ამდენი აქვს, თან შეუძლია რომ რაღაცა ცეცხლი დაანთოს, მაგრამ თან შვიდი არ გაფორიაქებს რა. და აი ეგ არის ალბათ გარდამტეხი რომ ბევრს ემართება
გაკეთება ეგეთ გადამწყვეტ ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც ამდენი ხანი ელოდები, რომ მე ამ ემოციურ ქარიშხალში ან პანიკა გიტევს, ან ის გიტევს, ძალიან მშვიდად, ძალიან კომფორტულად, ძალიან დაალაგებულად გაკეთდა საქმე, რაც პირველ რიგში. საქმის გაკეთება ერთი იყო თვითონ იქ და მერე უკვე ხო ამას მოყვება მთლიანი დღეები, კვირები დაჟე შეიძლება ითქვას, მონტაჟია, პროცესია, აი ჩართული არის სულით ხორცამდე. გიდგას გვერდში და არის სცენარი, სადაც ადამიანი, ვინც გთხოვს დახმარება, ზუსტად იცის რა ჭირდება შენგან რა და ეგ გიქმნის აი უმაღლეს კომფორტს, რომ შენ შეგიძლია გააკეთო ის, რაც იცი რა უნდა. იქ გამოგონებაზე კიდე გამოგონებით საქმეს თავის თავზე იღებს, რომ ეს მინდა, ესე მინდა, ასე მინდა, ჩვენ ტექნიკურად უბრალოდ უნდა შევუსრულოთ რა. რა თქმა უნდა, ჩვენი ჩართულობა იყო ის მინიმალური, რაც ვთქვათ, კორექცია ელემენტარული, რაც ტექნიკური დეტალებია, მაგრამ აი საერთო ჯამში არ ვიცი რა, სანატრელი დამკვეთია. ესე დაუძახებდით მოკლედ რა, დამკვეთი როგორ შეიძლება დაუძახო, არ ვიცი, ანას ცოტა არასწორია რა, ჩემთვის რა, იმიტომ რომ მეგობარია წლების და ნუ რა ვიცი რა. მართლა, ამ პროექტზე მუშაობა როგორც კი დავიწყეთ, აი საერთოდ სხვა ენერგია წამოვიდა, საერთოდ სხვა ტალღა წამოვიდა. ჩვენთანაც, ანასთანაც და ეგ მომენტი მახსოვს, რომ ჩვენ როგორც კი დავთანხმდით ამ პროექტზე მუშაობას, იმდენად გაუხარდა ეს ყველაფერი, რომ აი მაგ წამიდან დაიწყო რეალურად ჩემთვის ამ პროექტზე მუშაობა, იმიტომ რომ დავინახე და ვიგრძენი ის ემოციები, რეალურად რაც მინდოდა რომ მიმეღო ამ პროექტიდან. ზუსტად აი ეს მთლიანობა რო შეიკრა ჩვენი ანას მეგობრების აი რაღაც სასწაული შეგრძნება იყო და მაგიტო იყო ზუსტად ანასთან ერთად ამ პროექტზე მუშაობა ძალიან კაი. კი. ძალა იყო რა. ძალა იყო. ეგულავია. ვიძმაკაცოთ. რო სამყარო ყველაფერში მეხმარება თქვა. აი ამ ადამიანებმაც აი ესე გადაწყვიტეს რომ დამხმარებოდნენ რა, არ ვიცი. საოცარ მადლიერებას განვიცდი და ყოველდღე უმეორებ ისედაც ლევანს მაგ ყველაფერს. ხო და აი ეხლაც ამ ყველაფერს რო ჩვენ ვიღებთ, აი ხა სადაც ვიმყოფებით. ესეც არის მათი DJ სტუდია, სადაც ეს მიმართულებაც აქტიურად აქვთ, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მოვიდნენ ისწავლონ DJ-ინგი, ივარჯიშონ, გადაიღონ ვიდეო სეტები და ასე შემდეგ. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, რაც მუსიკაში ვარ, პერიოდულად ესე აქტიურად მოდიან ჩემთან მუზები, მაგრამ ესეთი დიდი ტკივილების ხარჯზე რა. ისე მუსიკის წერა ჩემთვის ფაქტურად ანუ ძაფრი ემოციის გარეშე მუსიკის წერა წარმოვიდგენელი. და ამ 7 წლის განმავლობაში პერიოდულად რაღაც თითო ტრეკი, 2 ტრეკი, რაღაც ტრეკი აი ესე ვწერდი ხოლმე რა, რომელიც არ მქონდა არსად ოფიციალურად დარეალიზებული. ჩემთვის მქონდა SoundCloud-ზე რაღაც პერიოდი, მაგრამ ეს ტრეკები იყო ჩემი ცხოვრების რაღაცნაირი, ანუ ჟამთარ მწერელი ტრეკებია რა. აი როგორ ვიყავი, ვინ ვიყავი იმ პერიოდში, აი ძალიან კარგად გადმოსცემს რა ემოციურ მდგომარეობაში ვიყავი და ასე შემდეგ. და ყველა ტრეკი თითქმის არის სიყვარულზე. ეს არ უნდა გასაკვირი იყოს. სიყვარული ასე, სიყვარული ისე, ემოციური დამოკიდებულება, სიყვარულის ენა, რაღაცა. მოკლედ. ხა მხიარულად საუბრობ, მაგრამ ყველა არის რაღაცნაირი ძალიან ისეთი დრამატული. ქონდა ეს ტრეკები, მოკლედ ესე შენახული, რომ თითქოს აი რაღაცას ელოდებოდა რა, სადღაც უნდა წასულიყო და თავის გზაზე გაშვებულიყო და ეს დღესაც მოკლედ შევიტყვე ესეთი ძალიან მაგარი კოლაბორაციის შესახებ, რომელიც არის SoundCloud-სა და Elastic Stage შორის. ეს არის ორი SoundCloud-ი მოგეხსენებათ პლატფორმა და Elastic Stage არის ბრიტანული ახალი პლატფორმა. ჩემთვის იყო ძალიან დიდი სიურპრიზი იქიდან გამომდინარე, რომ ფირფიტის ქონა და ფირფიტაზე მუსიკის გამოშვება ჯერ ან ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ან ისეთი ლეიბლი უნდა იყოს, რომელსაც უნდა შენი მუსიკის დარეალიზება და მაგრამ თან საავტორო უფლებებსაც გართმევს ფაქტიურად ამ მუსიკაზე. აი უცებ ესე შევედი, მოდი ავტვირთ ეს ტრეკები, გავუშვი, არ ვიცი, artwork-ი, რაღაცა და release date-ი მივუთითე მახსოვს 1 მარტი, რომ აქედან ჩაშვებული იყო და ხა დაველოდე, რომ რა მოხდა.
ხდება რა. ანუ მაინც არ მჯერა ჯერ რომ ესე ხდება ესე მარტივად თუ რა. პირველ მაინც უცებ ხსნი ამ საიტს და ჩემი ვინილი არის ესე გამოდებული ულამაზესად. ეს ვინილად შეიკრა ეს ამბავი და დაახლოებით 2 თვე დაჭირდა რომ ვინილები დაბეჭდილიყო და ჩამოსულიყო საქართველოში და ეს სულ ცოტა ხნის წინ მოვისმინე პირველად ჩემი მუსიკა ვინილზე ჩაწერილი ჩემს ფირსაკრავზე და ძალიან ემოციური იყო მართლა, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი თან ჩემი ხმაც არის, ტრეკებში აქტიურად ვიყენებ ჩემს ხმას და რომ გესმის ფირფიტიდან საკუთარი ხმა, ანუ საოცარი შეგრძნება იყო მართლა. და ბარემ ჩამოვიდა ვინილები, ბარემ ფეგის შოუც შედგა, ბარემის, რატომ არ მიცოთ ამ ყველაფერს რაღაცნაირი ერთიანი, ძალიან სიმბოლური დაატვირთვა, რომ ბრუნდებით იქ, სადაც დაიწყო ყველაფერი. და რაღაცნაირი ამ 7 წლიანი ციკლის და წრის დახურვა, რომ გაგვუკეთებინა და ამიტომ მოქსი პირველ რიგში, რომ მოქსიში დაიბადა ანა შუ, როგორც არტისტი. ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა ეს ადგილი ჩემთვის გამორკვევის პროცესში, ასევე არ ვიცი, იქ ჩემთან ერთად ვინც მუშაობდნენ ეს ადამიანები, საოცარი ადამიანები, ყველასთან მეგობრობ და ყველა მიყვარს ძალიან დღემდე ჩვენ კარგი გვაქვს კომუნიკაცია და რაღაცნაირად ეს იქნება დღესასწაული, ერთ შეხვედრა ამდენი ხნის შემდეგ და თან ესეთი ნიუსებით და რაღაცნაირად მგონია რომ ამ ყველაფრის ირგვლივ ადამიანები გაერთიანდებიან. ეხა ვიწყებთ. Ჩვენს ფილმს იხილავს მასწავლებელი მეგობრებო. აქცენტი გადრევი ყოველთვის ნახავს ვინილის მოსმენა შემდეგ მაგრამ გავაკეთოთ. რომელიც არის ჩემი ყველაზე ბოლო ტრეკი. ამის შემდეგ მუზა აღარ მაქვს საერთოდ ზოგადად მუსიკას. ხო და ეხლა რასაც მოისმენთ ამის შემდეგ ეს არის იმის წინა ტრეკი.
ისევ ტკივილებზე, რაღაცა ემოციებზე და რაღაც დაკარგულ სიყვარულზე, ასე ვთქვათ. She's homeless, and she says that she's saying money, la la dee la dee da, 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 la la dee. არ გაჩერება არის მთავარი მომენტი ალბათ ამ ყველაფერში, მაგრამ აი როგორ არ უნდა გაჩერდე, ეგ ისეთი არის ხო რა. ალბათ რაღაცნაირად თავისით ხდება რაღაცეები რა. რაც შენი არის და რაც შენი გზა არის, მაინც მოვა რა შენამდე. მე ძალიან ბევრი ჩავარდნა მქონია მენტალურად და არ ვიცი ეგზისტენციალური კითხვებით, რომ საერთოდ რა აზრი აქვს, ან რატო ვაკეთებ ამ ყველაფერს, ან აი მე რა ხდება, ან ასე შემდეგ რა. და მე რაღაც პერიოდი ესეც რაღაცნაირი ემოცია და ეს საუბრობთ გადადის რა. თავარი არის ის, რომ გჯეროდეს უბრალოდ შენი თავის, როგორ იცი, რომ თუ ეს მართლა გინდა, იცოდე რა გინდა რა. უბრალოდ ესე არ უნდა აკეთო რა. აი მთელი სიყვარულით უნდა აკეთო რაღაც და იცოდე რომ ეგ შედეგს გამოიღებს და აი როგორ არ უნდა გაჩერდე ხე ჩემ შემთხვევაში მაგალითად ხშირად მქონია რომ თუნდაც აი ფეგი ინსპირაციას რო ვიძახი აი ძალიან დიდი როლი ითამაშა მართლა. აი წარმოიდგინე ესე რაღაცნაირად ესეთ მდგომარეობაში ვარ, არ ვიცი ზოგჯერ ლოგინში რო წავხარ და საერთოდ დგომა არ გინდა და არ ვიცი ფეგის ვიდეოს რო ვუყურებდი ელემენტარულს ინსტაგრამზე ჩავსკროლავდი, აი ეგრევე რაღაცნაირად ფეხზე მაყენებ და არ ვიცი ძალიან რაღაც მეჯიკი იყო ჩემთვის რა. იგივე მემართებოდა სხვა შორის რაც უნდა გასაოცარი იყოს ჩემ საკუთარ ვიდეოებზე. ანუ, როდესაც კარგად ვიყავი მაგ ვიდეოებს რო ვუყურებდი, ეხლა ვთქვათ რომ ვერ ვარ ისე და თუნდაც არ მაქვს არც ენერგია და არც мотиваცია რაღაცის კეთების, ნახე, ესე ცვალებადი პროცესია. დღეს თუ ესე ხარ, ხვალ ისე იქნები რა, ისევ რა და აცადე შენ თავს თუნდაც სულად ყოფნას და თუნდაც იმ მომენტში დანებდი, ოკეი, აი ესე, მაგრამ მოვა შენთან ისევ. მუსიკა დაგაბრუნებს, მუსიკის სიყვარული აუცილებლად დაგაბრუნებს თან, თუ მით უმეტეს ეს სიყვარული ნამდვილი არის რა. და უბრალოდ არ გაჩერდეთ. აი პატარა ნაბიჯი გადადგით ყოველდღიურად თუ არა, 3 დღეში ერთხელ მაინც რაღაც გააკეთეთ და ყველაფერი გამოვა რა. რაც გამოსასწრელია, გამოვა და რაც არ გამოვა კიდე არა უშავს თუ არ გამოვა. მაგის მიმღებლობაც ძალიან მნიშვნელოვანია. Greta Garbo and Monroe, Dietrich and DiMaggio, Marlon Brando, Jimmy Dean, on the cover of a magazine. Grace Kelly, Harlow Jean, picture of a beauty queen. Jean Kelly, Fred Astaire, Ginger Rogers, dance on air. They had style, they had grace. Rita Hayworth gave good face. Lauren Catherine Bannon too. Betty Davis, we love you. Ladies with an attitude, fellas that were in the mood. Don't just stand there, let's get to it. Strike a pose, there's nothing to it.